Команда ოპონენტების ყველა ბრალდება, რომელიც მოვისმენთ ამ პერიოდის განმავლობაში და პარტნიორების კრიტიკაც მაგდა აუცილებლად ბევრი კითხვა გექნება ასევე პრეზიდენტის ქარტიაზე. მოკლედ ანონსი რო აღარ გავაგზავნოთ, მივესალმოთ პარლამენტის თავმჯდომარეს. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოგესალმებით სამშვიდობს. მოდით დავიწყოთ ეს ზოგადი შეფასებით. უყვართ ხოლმე ამ ფრაზის გამოყენება. კანონი მალე შევაძალაში, ამას წინ არაფერი დაუდგება, როგორ საქართველოში გავიღვიძებთ. გავიღვიძებთ კვლავ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ აი ამ სიგიჟებდაც კი მივიდა ოპოზიცია და NGO სექტორი, ეს ერთი სიმბიოზი, რომ მათ შორის მოქალაქეებით გუშინ ნახეთ, თუ ცრემლამდე მიიყვანეს ადამიანები, იმდენად უკაცრავად დააჯერეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე, რომ ეს რაღაც სიკვდილსიცოცხლის საკითხი იყო. ასეთ აბსურდამდე მიდის და სამწუხაროდ ეს ყველაფერი უმეტესწილად გარედან ასე თქვა ცეცხლის შეკიდებით და გარედან ინსპირაციით ხდებოდა. გავიღვიძებთ საქართველოში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ხელახლა გაუღვიძებათ ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 33 წლის თავზე ჩვენ კვლავ დავამტკიცებთ ბევრისთვის, რომ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა რომ საკუთარი ცხოვრება თავად მართოს და საკუთარი ქვეყანა თავად მართოს. აღმოჩნდა, რომ ბევრმა შიგნითაც და გარეთაც ეჭვი შეიტანა ამაში. მტრებს რომ ამაში ეჭვი შეაქვთ, ეს გასაგები არის და ამას ხედავთ ჩვენ ორი ოკუპირებული რეგიონით, მაგრამ ზოგი მოყვარეც აღმოჩნდა, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი უნარი, რომ თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ზოგმა თავი ჩათვალა, რომ არიან ჩვენი მეურვეები. და ჩვენ ვართ არასრულწლოვანი ბავშვები, რომელსაც ჭირდება ჭკუის დარიგება ყოველ მეორე დღეს. აი ეს დაინახა ბევრმა და სამწუხარო ის არის, რომ ამ თამაში თავარი რასაც ეყრდნობიან ხოლმე გარე მოყარეები, რომლებიც აი ესე მეურვეობას ცდილობენ, უპირველეს ყოვლისა არიან თავად შიგნით ქართველები. ის ციხე, რომელიც ყოველთვის შიგნიდან ტყდება ხოლმე. და ვნახეთ ჩვენ ეს სამარცხვინო საქციელი ჩვენი ოპოზიციის და NGO-ს ერთი სიმბიოზისა, რომელმაც აბსოლუტურად დააკნინა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სიამაყე, ყველაფერი, უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და პარლამენტის წევრები დააყენა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე. ეს აკადრეს თავის ქვეყანას აი აკადრა ამ სიმბიოზმა, მაგრამ ისინი ამას ამართლებენ, რომ დასავლური ღირებულებების დაცვის მოტივით ხდებოდა ეს ყველაფერი. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება დასავლეთთან ურთიერთობა. სერგო ორჯონიკიძესაც კარგი გამართლებები ჰქონდა და ისე შემოუძღვნა მე-11 არმიას და ეს ის ხალხია. ასეთი პირდაპირ პარალელი შეგვიძლია აბსოლუტურად. ეს უყურეთ, აქ საქმე რა შეეცით, რომ ან ხარ სახელმწიფო და შენ სახელმწიფოებას პატივს ცემ, ან ხარ დაქვემდებარებული ვასალი. აი ამაზე არის საუბარი. აქ გრადაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა, თორე დამოკიდებულება არსი არის ამაში. როდესაც შენ ამბობ, რომ შენ არ გაქვს უნარი, თავად მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც შენ ამბობ, ეს ხო მათი დევიზია და სლოგანია, რომ ცალფეხზე უნდა დადგე, თუ კი ამას გეტყვიან. ეს ხომ არის მათი სლოგანი. და ამაშია საქმე. თუ კი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავით, ჩვენ რუსის დაგვჩაგრავს და ევროპელის დაგვჩაგრავს. და ჩვენ ვნახეთ ეს საქციელი, სამწუხარო საქციელი ბალტიის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების და ზოგიერთი პოლიტიკოსების მანამდე ჩამოსული იყვნენ პარლამენტის წევრები, რაც იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიდიხარ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. და თქვენ ნახეთ, ესტონეთის პარლამენტში ამას დებატებიც კი გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ნაწილობრივ გაემიჯნა, რომ მან არ იცოდა ამის შესახებ, რომ ის აპირებდა მიტინგზე გამოსვლას. ერთის მხრივ, თუმცა რაღაც რეაქციასაც ვერ ხედავთ ამასთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა დახს და ასვავს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც ჰქონდა ხოლმე პარტიის ქვეყნებთან, როდესაც ამას კადრულობს ხელისუფლების წარმომადგენელი და ანტი-სამთავრობო მიტინგზე გამოდის. ამით ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა და დაცინვა ქართველი ხალხისა, რომლის არჩეული ხელისუფლებაც ხელისუფლების წინააღმდეგ მიტინგზეც ცეცხლოვანი გამოსვლებით გამოდიოდნენ ეს პოლიტიკოსები. თავარი მღელვარება უკავშირდება ევროინტეგრაციის პროცესს, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, წლის ბოლოს იქნება თუ არა ის ეტაპი, როდესაც გადავალთ უკვე მოლაპარაკებებზე გაწევრიანების შესახებ და საერთოდ ის კაცრი ტონი, რომელიც ბრიუსელიდან ისმის, რაზე მეტყველებს. აი, მაგალითად ივნისში უკვე ვიცით, რომ ევროპული საბჭოს სხდომაში არის შეტანილი ჩვენი საკითხი.
ხო, არის საკითხები, რომელიც შეიძლება სხვანაირად ხედავენ და ამაში ეს ბუნებრივიც არის. ჩვენ ამ კანონს ქვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. და უცხოეთი არის ყველაფერი საქართველოს მიღმა, მათ შორის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნებიც არის უცხოეთი. რა თქმა უნდა, ეს ეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნებს და რა თქმა უნდა, მათ შეიძლება არ სიამოვნებდეთ, რომ მათი ფინანსები იყოს გამჭვირვალე და ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ ევროკავშირის ფული ნაწილობრივ გაუმჭვირვალედ ფარულად იხარჯება საქართველოში არაკეთილსინდისიერი მიზნებით, კერძოდ იხარჯება პოლიტიკურ პარტიებზე, იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე. დახურულ კარს მიღმა შეხვედრებში ამას აღიარებენ კიდევაც ნაწილობრივ, როდესაც საუბრობთ კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტული პროექტების შეწყვეტას კიდევაც დაფინანსება. მას შემდეგ რაც ჩვენ ამაზე ქონდა ძალიან მკაცრი რეაქცია, მაგრამ ეს თავისთავად არის აღიარება, რომ თურმე ევროპა, რომელიც ღირებულებებზე გველაპარაკება, თურმე წლები არის საქართველოში ფულს ნაწილობრივ, იმ ფულის ნაწილი, რომელიც შემოდის გარკვეული ფონდების მეშვეობით, ფარულად იატაკ ქვეშ ხარჯავს პოლიტიკურ პარტიებზე და რადიკალურ ჯგუფებზე. და ამას ეხება და რა თქმა უნდა ამ ფონდებს არ სიამოვნებთ ეს ევროპის დემოკრატიის ფონდს რა თქმა უნდა არ სიამოვნებს რომ მისი აქ ფარული პოლიტიკური საქმიანობა წმინდა რუსული სტილით, არაფერი ამაში ევროპული არ არის, რასაც აკეთებს ევროპის დემოკრატიის ფონდი. ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მეთოდით უცხო ქვეყანაში პოლიტიკური გავლენებისთვის ფულის ხარჯვა. ამას აკეთებს დღეს ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში. რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს ეს გამჭვირვალე იქნება და გავიგებთ. აი თქვენ გაიგებთ მაგალითად რომ პარტიებს აფინანსებენ, რომლებსაც აქვთ ყალბიენჯოები შექმნილი, იქ ფულს უხდიან, იბუხდის ევროპის დემოკრატიის ფონდი, პარტიის ლიდერები იქ სემინარის ტრენერებად ტრენერებად ფორმდებიან და როგორც ტრენერი იღებს ხელფასს, თქვენ აქ ტელევიზორში რომ გამოდიან ლიდერები და საქართველოსო გაიძახიან, აღმოჩნდება რომ უცხოეთის ხელფასს ზის ეს კონკრეტული ლიდერი. და ეს ამას აღმოვაჩენთ ჩვენ. აღმოვაჩენთ მაგრამ როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობები დასავლეთთან? დაზიანდა თუ არა ქართულ-ევროპული ურთიერთობები, დაზიანდა თუ არა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რადგან იყო საკმაოდ მწვავე ტონი, მოვისმინეთ ძალიან კრიტიკული განცხადებები, ახლა რა ხდება? რაც ამოსავალი ყოველთვის უნდა იყოს საკუთარი ხალხის ინტერესი. როდესაც ქვეყნები მოქმედებენ საკუთარი ხალხის ინტერესებით და როდესაც ისინი აცნობიერებენ, რომ მეორე მხარეც მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესით, კეთილსინდისიერად, მაშინ ეს ქვეყნები ყოველთვის ნახულობენ საერთოს. როცა ხედავენ, რომ მეორე მხარეს აქვს რაღაც სხვა ინტერესები, თუნდაც უნდა რომ თავი მოგაწონოს შენ, რა თქმა უნდა, ეხა ყველა არავინ არ არის, ეხა ქველმოქმედებითი საქველმოქმედო ორგანიზაცია, არც ერთ სახელმწიფო არ არის, ვისაც შეუძლია რომ ადვილად საკუთარი დღის წესრიგი გაატაროს, ის ადვილად გაატარებს საკუთარ დღის წესრიგს. და თუ კი ცალფეხზე დადგები, ყველა შემოგხედავს როგორც ცალფეხზე მდგომს და ასეთი ევროპაც ნანახი გვაქვს. ჩვენ დღეს რასაც ხედავთ სხვათა შორის ამაზეც არის საჭირო საუბარი, რასაც აკეთებს დღეს ოპოზიცია და სიმბიოზი ოპოზიცია NGO-ების ეს ლიბერალური ფაშიზმის რაღაც გამოვლინებები, ეპითეტები, თავდასხმები, გამოჭენა, იქ რა ვიცი მე, ტელეფონის ნომრების, ოჯახის წევრებზე, შვილებზე შეტევები, რასაც ჩვენ ხედავთ, აი ეს არის ჩვენ თუ დავფიქრდებით, ვინ აკეთებს ამას? ხო, ამას აკეთებენ NGO და ოპოზიციის ლიდერები, ეს სიმბიოზი. ანუ ის ხალხი, რომელიც ჩვენ თქვათ პროევროპული ეგრეთ წოდებული პლატფორმიდან გველაპარაკებიან და მათ თავისი მხარდამჭერებიც ყავთ ევროპაში, ხო ხედავთ რომ ფარველები და გამომქომაგებელი ყავს. ანუ მათი წარმოდგენა, რასაც ჩვენ ვხედავთ, აი ეს რასაც ვხედავთ მათ რიტორიკას, თავდასხმას შვილებზე, ფაშისტურ სუფთა კამპანიებს, აი ეს არის მათი წარმოსახვით ევროპა. ასეთი ევროპისკენ მივყავართ და ჩვენ ასეთ ევროპაში ვიცხოვრეთ სხვათა შორის. 2012 წლამდე ასეთ ევროპაში ვცხოვრობდით. სადაც ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში და ჩუმად იყო ევროკავშირი. სადაც ადამიანებს რეცხავდნენ მეცნიერებს და სხვა გამოჩენილ ადამიანებს და ჩუმად იყო ევროპა. სადაც ადამიანებს ქუჩაში დაძდევდნენ, ხოცავდნენ, შემდეგ იწყალებდნენ, სასათბურო პირობებში ყავდათ ციხეებში და გაუგდა ამაზე სტრასბურგის სასამართლო, მაგრამ სტრასბურგის სასამართლო დარჩა სტრასბურგში და ამაზე ჩუმად იყო ევროპა. ყველა ის პოლიტიკოსი სახეები, რომელსაც ხედავ, ბევრი ის პოლიტიკოსისა, მაშინაც ლიდერები იყვნენ. და ეხლა ხედავთ პოლონეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც სულ ახლა რამდენიმე თვის წინ მაშინ ხო ჩუმად იყვნენ, კი ბატონო და
თავზე ზედ გადაყვნენ სააკაშვილს და ქართველი ხალხი არავის არ ვაინტერესებდით რა ხდებოდა აქ ქვეყანაში, ხო? სააკაშვილს გადაყვეს და ყავდათ დემოკრატიის შუქურად. მაშინ გავიგე, მაგრამ ამის შემდეგ, ამდენი გადაწყვეტილებების შემდეგ, დღეს რო გამოდის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე თვის წინ და ამბობს, რომ სააკაშვილი ეს იყო მოდერნიზაციის სიმბოლო არის და გაათავისუფლეთო, რა პირით, რა ღირებულებებზე ლაპარაკობს საერთოდ ეს ხალხი, რაზე გველაპარაკება საერთოდ? ეს გასაგებია ურთიერთობის გაგრძელება როგორ წარმოგიდგენიათ? კიდევ ერთხელ თუ კი იქნება ინტერესებზე, თუ კი ყველა გააცნობიერებს, რომ ქვეყნები არიან დამოუკიდებლები და ყველა ხალხის ინტერესი არის მნიშვნელოვანი, მაშინ იწყება სერიოზული საუბარი. და აქედან გამომდინარე იქნება რა თქმა უნდა დამოკიდებულება ქართული ხალხის მიერ. ჩვენ თუ ჩვენ თავს არ ვიცით პატივი, არავინ არ გვცემს პატივს. აი ეს არის მთავარი თეზა ნებისმიერ იქნება ეს ადამიანის ინდივიდუალური ასე ვთქვათ წარმოჩენა იქნება თუ სახელმწიფო იქნება. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივებს. ჩვენ რა სხვანაირი რამე ქონდა 2022 წლის ივნისს. რატომ არ მოგწეს კანდიდატის სტატუსი? როდესაც თავად რამდენიმე თვეში გამოქვეყნა შემდეგ დასკვნა ევროკომისიის, აღმოჩნდა რომ ლიდერი ვართ. უკრაინასაც უსწრეთ, მოლდოვასაც და 4 თვის წინ რატო არ მოგწეს კანდიდატის სტატუსი? და მე პირადად ნათქვამიც მაქვს, რომ ამის შემდეგ მე რამდენიმე ვიზიტი მქონდა ევროპულ დედაქალაქებში და რამ დამარწმუნდათ, იცი რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად შორს იყო ყოველგვარი დამსახურება და კრიტერიუმებიდან, იყო სუფთა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაღაცომღაც მიიღეს საქართველოს ქართული ხალხის მიმართ ესეთი გადაწყვეტილება და რაში დამარწმუნდა, როდესაც სხვადასხვა დედაქალაქებში მათ შორის კოლეგებს და სხვა პოლიტიკოსებს ხვდებოდი, რომ ეკითხებოდი, აბა რა იყო მიზეზი, ყველა სხვადასხვა მიზეზს მეუბნებოდა. რაც აშვენებდა რომ არ არსებობდა სინამდვილეში ერთი ახსნა ამ ყველაფრის და უფრო საბაბებს ეძებდა მე ყველა რომ გაემართლებინა ეს გადაწყვეტილება. ამიტომ ჩვენთვის პირველი არ არის რომ ევროკავშირი საქართველოს მიმართ იღებს უსამართლო გადაწყვეტილებას და ჩაგრავს ქართულ ხალხს. და ამისთვის ჩვენ მოგვიწია მაშინ როგორც შინაარსობრივი შრომა, ისე პოლიტიკური ძალისხმევა დაგჭირდა. აი აქ ოპოზიცია და NGO-ები ფეხის დადებაზე რო იყვნენ გადასული და ყვიროდნენ რომ ისა რა ერეკლეს დროს მეზარბაზნეები არ ყავს, იმ ხალხის შთამომავლები, ზუსტად აი იმ ვორჯონიკიძეებს და ამ ხალხის შთამომავლები არიან დღეს ეს სიმბიოზი ოპოზიციის და NGO-ების, რომლებიც ყვიროდნენ, რომ ევროკომისია ამბობდა, რომ შეასრულეს, არა ხალხო, არ შეასრულათ, მეზარბაზნეები არ ყავს ერეკლეს, აი ეს ხალხი არის, რომელიც დღეს საუბრობს რაღაც იდეალებზე და ჩვენ მაშინ მივახციეთ იმას, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, მაშინაც არა კეთილსინდისეულად გვეპყრობოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები თუ ჩინოვნიკები. და კიდევ ერთხელ ამის გამეორებას არ შევწყვეთ, მანამ სანამ ბოდიშებს არ მოვისმენთ. ჩვენ 2 წლის განმავლობაში ქართულ ხალხს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები, ევროპელი დიპლომატები და ევროპელი ჩინოსნები ქართულ ხალხს ატყუებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ვიღაცა აწამებს ციხეში, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ამას წერდნენ რეზოლუციებში, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს რეზოლუციაში. მე რომ ლაპარაკობთ ხოლმე ამაზე ელჩებთან, რასიზავ ევროპარლამენტი ცალკეა, თითქოს ახლა ის არის, თავისუფალი ბილეთი აქვს პარლამენტის წევრებს და რასაც უნდა იმას იღებენ და პასუხისმგებლობას იცილებენ ეგრევე. ასე როგორ შეიძლება? ქვეყანა ესე ქართველი ხალხი ნერვებზე ყავდათ 2 წელი, აი დღე-დღეზე 1 საათი და მოკვდება. ამერიკიდან ჩამოიყვანეს ექიმები და ვითომ ნობელის პრემიის ლაურეატები. თავი გაიგიჟეს ზოგიერთმა ელჩმა, რომელიც აქ საქართველოში არის, სანამ პოლონელი ექიმები არ ჩამოვიდნენ აქ და ხო ნახეთ რისთვის ჩამოვიდნენ, რომ წინდით ჩუმად გაეტანათ რაღაცეები და სპეცოპერაცია მოგვიმზადეს, ჩვეულებრივ დღისით, ზისით ევროპელებმა მოგვიმზადეს სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და 2 წელი გავიდა ერთი გადაწყვეტილება სტრასბურგის, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს ჯანმრთელობის, მეორე გადაწყვეტილება, რომ ძალიან სწორედ ზის იმ ციხეში. ვინ ამბობდა საწინააღმდეგოს? ყველა ეს NGO, აი ეს NGO-ები ხა რომლებიც ამ სიმბიოზში არიან, ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმარია და კვდება, ყველა ეს ოპოზიცია, ყოფილი სახალხო დამცველი, ნუ აღარ ვიტყვი უცხოელი რამდენი რომელი ერთი დავასახელოთ. მე რო აღმოჩნდა, რომ ფულები ქონდა თამაში აღებული და ლობისტების რეესტში აღმოჩნდნენ, ხომ? ბოდიში ვინმე მოიხადა? ბოდიშზე საერთოდ არ არის ლაპარაკი და სამწუხაროდ ჩვენ ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც არათუ ის არ ვიცით და უშო წლის ბოლოს მოლაპარაკებები გაიხსნება თუ არა, მაგრამ დაანონსებულია რეაგირება კანონის მიღებაზე, ხო? ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ განვიხილავთ ყველა ვარიანტს. შეიძლება თუ არა დღეს ვილაპარაკოთ იმაზე, რა ვარიანტებს განიხილავენ? შეეხება ეს ვიზა ლიბერალიზაცია, სტატუსის რაიმე ფორმით შეჩერება თუ არსებობს საერთოდ ასეთი მექანიზმი, მაგრამ ესეც ითქვა ერთ-ერთი საგარეო მინისტრის მხრიდან, რომ სტატუსი
სტატუსი პრაქტიკულად აღარ გექნება თუ ხო? რაიმე კონკრეტიკაზე შეიძლება დღეს საუბარი და რომ ამოვწუროთ ეს თემა პარტნიორების. არა, იმიტომ რომ არასერიოზულია ეს ყველაფერი, არასერიოზულია რომ როდესაც ჩვენ ესეთ ევროპას არ ვიცნობთ, რომელსაც უნდა რომ დასაჯოს ქართველი ხალხი. ჩვენ ასეთი ევროპა არც მინდა რომ გავიცნოთ. თუ უნდა თუ თავი გაგვაცნონ ასეთ ევროპას, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ასეთ ვიცნობთ რუსეთს. ქართულ ხალხს სანქციებით ელაპარაკებოდა რუსეთი წლებია და ცდილობდა სანქციებით დაეყოლიებინა რაღაცებს. არ მოქმედებდა ეს სანქციები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი დამოკიდებულება თითის ქნევა ქართული ხალხის მიმართ არ მოქმედებს. გავიგეთ, რომ უყურებენ რუკას, ხედავენ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, უყურებენ სტატისტიკას, ხედავენ, რომ ცოტანი ვართ. ბევრი ქვეყანა ასე წლების და 100 წლების და 1000 წლების განმავლობაში უყურებდა იგივე რუკას და ხედავდა ჩვენ სიმცირეს ზომითაც და რაოდენობითაც, მაგრამ ხო ხედავთ, რომ არ ჭრის ეს საბოლოო ჯამში ქართველების მიმართ და ამიტომ მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ეს ქცევა არის რუსული სტილი ქართველებთან სანქციებით საუბრით, თუ კი ვინმეს უნდა ეს რუსული სტილი აერჩიოს, ეს მისი ნება არის და მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის თავარი არის ვიმოქმედეთ ქართული ხალხის სახელი და აი ამ რეაქციებმა საბოლოო ჯამში რაც ვნახეთ, წარმოუდგენელი რაღაცეები, ესე იგი, მათ შორის ვინ რა როგორ იკადრა, ამან დაგვარწმუნა ჩვენ თავარ რამეში ქართული ხალხი დაარწმუნა. თავარ რამეში თუ კი ეს კანონი თუ კი ამ კანონზე შეიძლება რაიმე ეპითეტის თქმა, ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელიც კი მიუღია საქართველოს. მაგრამ სანქციები იქნება, თუ იქნება, მაგრამ ეფექტი არ ექნება. ანუ რას ელოდებით? მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან იყო საუბარი პერსონალურ სანქციებზეც. ახლა შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ ნახეთ მოსამართლეებზე სანქციები და იმის შემდეგ ნახეთ არასერიოზული განცხადებები ჟურნალ-გაზეთებში რაღაცების სამოკითხვასთან დაკავშირებით, ამიტომ არ ვიცი, ამაზე მე ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ უყურეთ, ჩვენ დღის წესრიგს ამის მიხედვით არ ვაწყობთ. ხა თქვენ წარმოგიდგენიათ, ხა დღის წესრიგს ჩვენ ვაწყობდით, ოდესმე ხა რუსეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ან არ მიიღებს, ან რამე სხვა. ასე რომ ამას ქვია შანტაჟის ქვეშ ცხოვრება. ანუ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენ აგვირჩიეს იმისთვის, რომ განვახორციელოთ მათი ნება და ინტერესები და არა იმისთვის, რომ სხვების შანტაჟის ქვეშ მივიღოთ გადაწყვეტილება. და ეს ნებისმიერი ასეთი განცხადება არის, რა თქმა უნდა, შანტაჟი. და ჩვენ შანტაჟის ქვეშ არ მივიღოთ გადაწყვეტილებას. გადავიდეთ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივებზე, რა თქმა უნდა რეფერენდუმის იდეაზეც, მაგრამ ეს როგორც ჩანს, მაინც უფრო გაუგებრობა იყო. აქ უფრო მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება ქართული ქარტიის იდეასთან დაკავშირებით. საერთოდ რამდენად ჩდება კონსტიტუციის ფარგლებში ის, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, შეუძლია მას თუ არა მთავრობის ფორმირებასთან ჰქონდეს რაიმე კავშირი? ხო, სხვა შორის, ესეც არის კიდევ ერთხელ კონსტიტუციის დარღვევა. დღისით, ბზისით უკვე აღარაფერი, როგორც ითქვა, აღარაფერი წმინდა აღარ არსებობს ქალბატონ სალომისთვის. კონსტიტუციას ჩემი პირად შეფასება, რომ ის უბრალოდ არ აღიქოს ამ კონსტიტუციას, თავის კონსტიტუციას, ამიტომ ეს ფარატინა ქაღალდი. ანუ ერთია, რომ რას საერთოდ ვერაფერს ვერ იზავს, ახლა ეს სხვა საკითხი არის, მაგრამ საერთოდ ამ საკითხში რომ ჩაერთო პრეზიდენტის თანამდებობა არის ზეპარტიული, აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობაც კი, რაც ამოვედოს აჩვენებს, მათ შორის, რომ ის ნებისმიერი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში, სტრატეგიების დასახვა, პოლიტიკურ პროცესებში, ამისთვის ქართულმა ხალხმა არ მიიღო ეს კონსტიტუცია. მაგრამ ქალბატონი სალომე ამბობს, რომ მე ქართული ხალხი გავიგებ, მაგრამ მე უფრო ცოტა ზემოთ დგავარ, ამიტომ ქართული ხალხსგან დამოუკიდებლად რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს. სხვა შორის აქვე მინდა ვახსოვო კიდე ერთი ევროპამ რაც გავიკეთა ჩვენ სხვა შორის ასეთი ევროპაც ვნახეთ, როცა იმპიჩმენტის საკითხი იდგა, გახსოვთ თქვენ მაშინაც შტურმი იყო ფაქტობრივად, სხვა განცხადებები ელჩების, ვიცი, ევროპელი პოლიტიკოსების არ გამოაცხადოთ იმპიჩმენტი, არ მიიღოთ გადაწყვეტილება. ვინ ეკითხება ძალიან მაინტერესებს რომელიმე ელჩს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც არ ღვევს კონსტიტუციას და ეს დაადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. რატომ უნდა აიღო თავის თავზე სტუმარმა, რომელიც ხარ აქ ჩამოსული, შენ თავზე ეს პრეტენზია, რომ უთხრა მასპინძელს, რომ კი დაარღვია, მაგრამ მოდი რა არ ქნა. აი რატო ერევია ნაცნობისთვის, მას შემდეგ დიდროგავი ჩვენ ამ მომენტამდე რაღაცნაირად მივედით. ეს წლების გამომდინარე არის გარკვეული ის, რომ მათ შორის დიპლომატები თუ უცხოელი აქტორები იმდენად ჩაერთვნენ შიდა პოლიტიკაში, რომ ეს რაღაც თავისთავადად გონიათ. მათ შორის იმითი რომ სხვა გარკვეულწილად თავისი მიკროსაქართლო გაქვს შექმნილი ძალიან ბევრ უცხოელს საქართველოში აქვს თავისი არის NGO-ები, რომელსაც ისინი აფინანსებენ, ამით შექმნილია რაღაცა თავისი ვიწრო წრე,
რომლითაც იქმნიან ვიწრო წარმოდგენა საქართველოსთან დაკავშირებით. არ ცდებიან სამ კვარტალს ამ დედაქალაქში და ეს არის მათთვის საქართველო. და იმ საქართველოში რა აზრიც, ასე ვთქვათ, მოიხარშება, ამის პროექცირებას აკეთებენ მთლიან ქვეყანაზე. და მე და ამის შემდეგ გარკვეულწილად არ ვიცი რა საიდან მოდის ეს განცდა, ეს ხო ცდება ყოველნაირ ტაქტიკას დიპლომატიურს მათ შორის, აღარაფერი ვთქვათ ვენის კონვენციებზე და სხვა კონვენციებზე, რომ მქონდეს პრეტენზია ჩაერიო შიდა პოლიტიკაში და მიუთითო პარლამენტს, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი, უცხო ქვეყნის ჩინოვნიკმა მიუთითო რა გადაწყვეტილებები მიიღოს. აი ამ დონემდე მოვიდა სამწუხაროდ გაგება იმ ურთიერთობისა, რომელიც ჩვენ როგორც კარგმა მასპინძელმა ვაჩვენეთ ჩვენს მეგობრებს. სამწუხაროდ ახლა როგორი მასპინძელი იქნება საქართველო? ჩვენ კვლავ კარგი მასპინძელი დავჭერთ, სხვა შორის მეგობარის აქცია გამახსენდა, ცოტა მე მოდიფიცირდა, მე მგონი ცუდი მასპინძელის აქტად, როდესაც აქციების საკითხები გავიგეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ვამბობთ, რომ ჩვენ ყოველთვის ჩვენ არ ვართ კუნძული და საქართველო არასდროს არ ყოფილა ისე რომ თავი დაინახა ცალკე, მაგრამ ერთი რომ ჩვენ ვართ ცალკე სახელმწიფო, რა ვიცი, რატომღაც ასე გადავწყვიტეთ რამდენიმე 1000 წლის წინ ქართველებმა, რომ ჩვენ არ გვინდა მარტო ვიყოთ ერი და რაღაც ტერიტორიაზე ცხოვრობდეთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ სახელმწიფო. მივიღეთ რამდენიმე 1000 წლის წინ ეს გადაწყვეტილება და იმის შემდეგ ვისაც კი უცდია რომ ეს შეებღალა, ყოველთვის ამას უწევდით წინააღმდეგობას და ყოველთვის ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანას და სახელმწიფოს ვქმნიდით. ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და რა თქმა უნდა არ ვართ ამავე დროს ცალკე კუნძული, არამედ ვართ ნაწილი საზოგადოებისა და ვართ ნაწილი ევროპისა და ვართ თანაშემოქმედები ევროპისა. და რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ ყოველთვის გაცვლისთვის, კულტურული, პოლიტიკური, ვისწავლოთ, ვასწავლოთ, ამას ვაკეთებთ ჩვენ 1000 წლეული არის. მაგრამ როდესაც არის დამოკიდებულება ისე რომ შენ ხარ შეგირდი და სხვა არის მასწავლებელი, ეს უბრალოდ არასწორია, ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ჩვენ ასე გვიცხოვრია, ხა გან ასე არ გვიცხოვრია, მაგრამ არასდროს არ ყოფილვართ კმაყოფილი. ასე ზემოდან ცოტა ხნის წინ გვიყურებდა სხვა სახელმწიფო და ასე ზემოდან ყურება თუ უნდა ჩვენთვის არ მგონია რომ ეს სწორი იყოს. ახლა პრეზიდენტს ვეხებოდით, ის ამბობს რომ და მისი მხარდამჭერები გულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს ამბობენ რომ სწორედ იმ სახელმწიფოსკენ რუსეთისკენ მიყავს ახლა ხელისუფლებას საქართველოს და არჩევნებზეც ერთგვარი დილემა შესთავაზეს საზოგადოებას რომ არჩევანია თუ მათ დაუჭერენ მხარს ანუ ოპოზიციას და პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეს იქნება ევროპისკენ სვლა თუ ქართულ ოცნებას რუსეთისკენ. მოგეთ კიდე ერთხელ ნებისმიერი ჩარევა ადამიანის რომელსაც აქვს პრეზიდენტის პოზიცია, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. და აქ იცმის კითხვა, ამას საერთოდ დააფიქსირებენ თუ არა ადგილობრივი და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლები. საინტერესო ტესტი არის ეს სხვა შორის დამკვირვებლებისთვის. ამას თუ აღმოვაჩვენ ჩვენ ანგარიშებში, რომ ხდება კონსტიტუციის და კანონის დარღვევა, როდესაც პრეზიდენტი ერევა საარჩევნო ტაქტიკებში და კამპანიებში და ასე შემდეგ. რაც შეეხება არჩევანს, არჩევანი ქართულ ხალხმა ძალიან კარგად იცის რა იქნება 26 ოქტომბერს. არჩევანი ქართულ ხალხს ექნება ომსა და მშვიდობას შორის. აი ეს არჩევანი ცხადზე ცხადი არის დღესდღეობით. ჩვენ ვნახეთ ამ ეგრეთ წოდებული ომის ქარტიის ქვეშ გაერთიანებული ომის პარტიები. სხვა შორის ის სია რომელიც ნელ-ნელა რო უერთდებოდა, რომელიც სასაცილო არის, ხო? რომ და მე რომ ნაციონალური მოძრაობა არ ვართო კიდე რომ იძახის ვინმე. ესე ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა. ევროპული საქართველო, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა. გირჩი, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა. ელენე ხოშტარი, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა. სტრატეგია აღმაშენების ვაშად, რომელიც არის თან ნაციონალური მოძრაობა კი არა. ყველა ეს ადამიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არიან. აი ამას, აი ამ ფარს, ამ კინოს აჩვენებენ წლიდან წლამდე. თან ეს რა არის ის ყველას გასაკვირის არის რომ ეს ხო ქართველების მოფიქრებული არ არის, იმიტომ რომ ეხა ამდენი ჭკუა მე მგონი ქართულს ეყოფოდა რომ ასე ნაცართვად ვერ შეაყრი ქართულს. აბა ვისი მოფიქრებული? ეს შეოლებ გარიდან დაწერილი სცენარებია, რომელიც ჩვენ ამდენჯერმე ვნახეთ. 2016 წელს სხვა რამე იყო, რომ ვინ წერს მაშინ ამ სცენარებს? 2020 წელს სხვა რამე იყო, 21-ში სხვა რამე იყო. ეხაც იგივე საკეთება, ხო? ვინ არის ავტორი? ავტორები არიან ისინი, რომლებიც აი ამ რეზოლუციებს ქმნიან და შიგნით წერენ სააკაშვილი პოლიტიკა. ავტორები არიან ისინი, რომელიც ზურაბ ადეიშვილს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ ნიშნავენ, შემდეგ სტრასბურგში და ბრიუსელში ხვდებიან იმ კაბინეტებში, რომელი კაბინეტებითაც იგივე ადამიანები ჩვენ მორალს გვიკითხავენ მართლმსაჯულებაზე. ხალხი, რომელიც კრიმინალს ხელს ართმევს
და ელაპარაკება სასამართლოს მართლმსაჯულებას. აი ეს ევროპელები ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკებიან. როგორ უნდა გველაპარაკებენ კრიმინალი როგიზის კაბინეტში და ელაპარაკე ადამიანი რომელიც წამებისთვის არის საჯელმიჯილი ელაპარაკები კანონის უზენაესობაზე და სამართლების სახელმწიფოზე. რა მორალური ავტორიტეტი გაქვს მე რომ საქართველოს ელაპარაკო იმაზე, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენი გადაწყვეტილება ეხლა კიდე მიიღო ჩვენი სასამართლოს სასარგებლოდ. ის ხალხია, რომელსაც დავით კეზერაშვილი ყავს შეფარებული ევროკავშირში და თავისუფლად გადაადგილდება არა მხოლოდ ევროკავშირში, ნახეთ რომ დიდ ბრიტანეთშიც იმყოფებოდა ის და ხვდებოდა ერთ-ერთ ამერიკელ ლობისტს კიდე. ხომ ანუ ამ ყველაფერს ხომ ხედავთ და ხომ ეს ხომ არ არის, ხომ არ ბნელა ხო ამ ქვეყანაში რომ ბოლო-ბოლო ამ ყველაფერს ხო ხედავს ქართველი ხალხი არა? ამიტომაც არის რომ ეს ყველაფერი არა ქართულია. და ეს ყველაფერი ანტიქართული არის და გუშინ რომ ოპოზიცია პარლამენტში დადგა უცხოური გავლენის მხარეს ეს ერთი 20-30 წლის წინ ხო იქნებოდა სირცხვილი აბსოლუტური და იქნებოდა დასაცინები ყველას მხრიდან და ეს რომ ამის ნორმალიზება რომ მოახდინეს თავის ამორჩევლებში და შექმნილია გარკვეული ჯგუფი რომელიც ამბობს რომელიც საქართველოს არ უყურებს ცალკე მდგომად ის საქართველოს განიხილავს რაღაცასთან მიმართებაში და მათთვის საქართველოს როგორც ცალკე უკვე ფასეულობა აღარ არის. ამიტომ არის რომ ქართულ დროშასო დაინახავენ, რაღაც უკმაყოფილობა აქვთ. გახსოვთ ხო ეს როცა სად არის სხვა დროშები აინტერესებთ, სად არის რატო გვაკლია რაღაც დროშა გვინდა. აღა ვერ ქართული მათთვის არ არის საკმარისი. ისინი და ეს არის პრობლემა. კიდევ ერთხელ ერთი რომ ჩვენ არ ვართ კუნძული და არ ვართ იზოლაციაში მყოფი ხალხი ვერ ვიქნებით და არ ვართ არც ყოფილვართ არასდროს, მაგრამ და ყოველთვის ვიქნებით ნაწილი ცივილიზაციისა, რომელიც შემოქმედი ჩვენც ვართ და ევროპული ღირებულებებზე როცა საუბრობთ, ევროკავშირის სახელით შეიძლება ბევრი გველაპარაკოს, იმიტომ არ ვართ ჩვენ წევრები, მაგრამ ევროპის სახელით ჩვენ ურავინ უნდა გველაპარაკება, ჩვენ თანაშემოქმედი ვართ ევროპული ცივილიზაციის და კულტურის და თუ კი ვინმეს აქვს უფლება ილაპარაკოს ევროპული ღირებულებებით, ჩვენც გვაქვს იგივე თუ არა მეტი უფლება ვილაპარაკოთ ევროპული ღირებულებებით. ამიტომ ეს არის პრობლემა, რომ შექმნეს გარკვეული ჯგუფი ამ სიმბიოზმა ოპოზიციის და NGO-ების შექმნა ჯგუფი, რომლისთვისაც საქართველოს არ არის საკმარისი საფიცარი და ეძებენ სხვა საფიცრებს და სხვა ხატებს, რომელსაც უნდათ რომ ჩვენი საუბრის დასასრულს გთხოვთ რომ მოკლედ შევეხოთ კანონის ნორმების იმპლემენტაციის საკითხი, იმიტომ უარია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან ამბობენ რომ ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. გამოდის რომ აი ზუსტად წინა საარჩევნო პერიოდში გვექნება ეს სურათი, როდესაც ჯარიმდებიან NGO-ები და შედის იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგი და ესეთი ერთგვარი პოლიტიკური შოუს ელემენტი. ხო, უპირველეს ყოვლისა ახლა ნახეთ უკვე კიდევ ერთხელ ოფიციალური უარი ზოგიერთი NGO-სი, რომ ქართულ საზოგადოებას ჩააბარონ ანგარიში. სხვათა შორის თქვენ დააკვირდით, ხომ? აი, აბერტი ეს 200-მა მე მგონი განაცხადა, ხომ? რომ არ დავრეგისტრდებით. ხო, შეეძლოთ იქვე თქვათ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრდებით, მაგრამ ჩვენი მებით, ჩვენ ვებგვერდებზე, ჩვენ ანგარიშებს გამოვაქვეყნებთ. აი, თქვენ თავისით გააკეთონ. არ თქვენ რომ ჩვენ აი იმ წესებით არ ვიქნებით, მაგრამ აი იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ არაფერს არ უმალავთ, გამოვაქვეყნებთ დეტალურად ვისგან რა ფულს ვიღებთ და ვისგან სად რა ფულს ხარჯავთ. აიღონ საერთაშორისო რამე სტანდარტები აი ამ გამოქვეყნების და გამოვაქვეყნოთ თვითონ ერთი დაგვანახო. რატომ არ აკეთებენ ნატო? თვითონ რატო არ იღებენ ავალდებულებას? ეს ხო აჩვენებს რომ სინამდვილეში დასამალი აქვს ბევრი ქართველი ხალხისთვის, იმიტომ რომ აღმოჩნდება ბევრი რამ, რასაც ზოგიერთი ორგანიზაცია არაკეთილ სინდისია დაკეთებს. რაც შეეხება პროცედურებს მას შემდეგ რაც ეს კანონი გამოქვეყნება, შემდეგ უპირველეს ყოვლისა არის თავად შესაქმნელი პორტალი, ასე ვთქვათ, სადაც მოხდება შემდეგ ასე ვთქვათ, დარეგისტრირება ორგანიზაციებს და ელექტრონული მომსახურების სახით. ამავე დროს ფორმები იქნება შემუშავებული რეგისტრაციისთვის და გასაჯაროებისთვის. და დაახლოებით სექტემბრის თვეში დადგება ვალდებულება რომ ორგანიზაციებმა ძირითადი NGO-ები, მსხვილი NGO-ები, ან დიდარი როგორც თქვენ ეძახით არ რეგისტრირდებიან. ნახოთ ახლა ნუ გასაგები ახლა რაღაც განცხადებები აქვთ მათი მხრიდან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა კანონ, როდესაც ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია რომ ისინი დაემორჩილონ კანონს. და აქ მათი რეაქციები გასაგებია, საინტერესოა მათი დონორების რეაქცია რა იქნება. წააქეზებენ ისინი იმას, შეუწყობენ ისინი თუ არა, რომ მათმა ორგანიზაციებმა დაარღვიონ მასპინძელი ქვეყნის კანონები. მეორე სერია გველოდება. არ ვიცი, ახლა დონორების მხრიდანაც, ანუ ასე თუ უყურებენ უცხო ქვეყანაში შეხვალ, ფულს დახარჯავ,
შენი ორგანიზაციები შენ კანონს დაარღვევენ და ეხლა შენ უცხო ქვეყანაში ხარ ბატონ პატრონი, არ ვიცი, მე მგონი არასწორი მიდგომაა ეს, ნამდვილად მინდა აქვე აღვნიშნო ეწინააღმდეგება ყველანაირად ევროპულ ღირებულებებს. ევროპელები უცხო ქვეყანაში არ შედიან და იმ ქვეყნის მოქალაქეების დაუკითხავად მათ ცხოვრებას არ აწესრიგებენ. დიდი მადლობა პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა შალვა ბაბაშვილს, ჩვენ განვაგრძობთ